ყველას მოგესალმებით, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. დღეს გავაკეთებთ ასეთ გაშლას 4 მეფეზე. თითოეულ მეფეს აქვს თავისი სტიქია ზოდიაქო. აირჩევთ მეფეს თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს მიხედვით და ვნახავთ თითოეული მათგანის ფიქრს, გრძნობას და მოქმედებას თქვენი მისამართით. უცვლელად ჩემი Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში, ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ და ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მომწეროთ. ასევე შეგიძლიათ ჩაწერილ ვიდეოებს გადახედოთ უყუროთ, რადგან ვიდეო შეგახსენებთ რეზონირებას მაშინ იწყებს, როდესაც მას მოიძიებთ, ჩართავთ და მოусმენთ. დღეს პირველ პოზიციაზე იქნება ჰაერისტიქია, ესენი არიან მერწყული, სასწორი ტყუპები. მეორე პოზიციაზე იქნება სტიქია მიწა, ესენი არიან თხის რქა, კურო, ქალწული. მესამე პოზიციას იკავებს ცეცხლის სტიქია, ესენი არიან ვერძი, მშვილდოსანი, ლომი. და მეოთხე პოზიციაზე იქნება დღეს სტიქია წყალი, ესენი არიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები. დავიწყებ განხილვას პირველი პოზიციით, შეგახსენებთ ეს არის სტიქია ჰაერი და ვნახოთ რას ფიქრობს თქვენზე პიროვნება, რომლის ზოდიაქოც არის მერწყული ტყუპების სასწორი. ფიქრი. ეს პიროვნება პირველ რიგში თქვენზე ფიქრობს, რომ ძალიან მიმზიდველი პიროვნება ხართ, ძალიან მოსწონს თქვენი ვიზუალი, ძალიან დიდ ლტოლვას განიცდის თქვენი მისამართით. ბევრს ფანტაზიორობს, მის ფიქრებში მუზად ხართ ქცეული, თუ არის ხელოვნებისკენ მიდრეკილი პიროვნება, იცოდეთ, რომ აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს იკავებთ დღევანდელ მის შემოქმედებაში, თუ ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს თქვენს პარტნიორს, იცოდეთ, რომ დღის მანძილზე მის გონებაში და ფანტაზიებში დიდ როლს იკავებთ, დიდ დროს გითმობთ ფიქრით. თქვენზე ხშირად ფიქრობს, მაგრამ უფრო მეტად აქ პიროვნებას აინტერესებს და იზიდავს დღევანდელი გადმოსახედით თქვენთან ფიზიკური ინტიმური კავშირი, ესეთი სურვილები აქვს, ლტოლვა აქვს, ნება აქვს და გამუდმებით აქვს იმის შეგრძნება, რომ თუ თქვენთან დროს ატარებს მეტი და მეტი ურთიერთობა სურს და მუდმივად სურს, რომ თქვენთან იყოს, თუ ჯერჯერობით თქვენ ასეთი ახლო ურთიერთობა არ გაქვთ, ეს პიროვნება ოცნებობს და წარმოიდგენს თქვენთან ურთიერთობის აი ამგვარ კუთხეს, ხომ? როდესაც მას საშუალება ექნება, რომ თავისი ასე თქვათ ვნებები განახორციელოს. ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში აქ არის მონატრება თქვენი მისამართით. თუ კომუნიკაციაზე ამ წუთას არ ხართ პარტნიორთან, ფიქრობს, რომ ნაბიჯი გადმოდგას. და ამ ნაბიჯში აუცილებლად დაიხურება კომპლიმენტებით და ძალიან უნდა რომ ხაზი გაუსვას, რამდენად კარგად და მიმზიდველად გამოიყურებით და რამდენად სასწურველი ხართ ახლა მისთვის. გრძნობა ვნახოთ. სხვათა შორის აქ პიროვნებას აქვს ჩანაფიქრი ასეთი, რომ თავი შეგაყვაროთ. მუშაობს იმაზე, რომ თქვენც დაინტერესდეთ მისით. მუშაობს იმაზე, რომ თქვენ უფრო მეტად შეგაყვაროთ თავი, ვიდრე ახლა თვითონ არის თქვენს მიმართ გრძნობებში. ყურადღების დეფიციტი აქვს თქვენგან ამ ადამიანს და რაც უფრო უყურადღებოდ ექცევით, უფრო მეტად იზიდავთ ამ პიროვნებას.
გამუდმებით იმის ფიქრი აქვს, რომ ვიღაცას აჯობოს თუ კონკურენტები ჰყავს, ყველა კონკურენტზე კარგი იყოს, ყველა კონკურენტს მოუგოს, მოგიპოვოთ, თქვენ მისი გახდეთ, აზარტი აქვს ამ პიროვნებას, უნდა რომ მისი ადამიანი გახდეთ, მაგრამ სურს რომ თქვენც ანალოგიურად დიდი ინტერესი და გრძნობები გქონდეთ ამ პიროვნების მიმართ. ჯერჯერობით ეს პიროვნება თვალს ხუჭავს, რომ ვიღაც მამაკაცი არის გააქტიურებული თქვენი მისამართით და ეჭვობს, რომ თქვენ ვიღაც სხვა პიროვნება მოგწონთ და სხვა ადამიანიც შეიძლება განიხილებოდეს თქვენთვის. ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს. თუ მაგალითად ისეთი ღია სოციალური საიტი გაქვთ, სადაც შეიძლება ადამიანები სხვა პიროვნებები თქვენი მისამართით კომპლიმენტებს ღიად წერდნენ ან რაღაც ისეთი ასე ვთქვათ, გადაკვეთა გქონდეთ, სადაც შეიძლება ხედავს, რომ პარტნიორს ან ყოფილ პარტნიორს აქვს შემორჩენილი ინტერესი თქვენზე ან ვიღაც ადამიანი თქვენს მოხიბლას ცდილობს, აი ამ ყველაფერზე ჯერ ყურადღებას არ გაამახვილებს და გრძნობებს გულში დაიტოვებს, მაგრამ შესაფერის პერიოდს ეძებს და შესაფერის მომენტს ელოდება, რომ თავისი გრძნობები იმდენად გააღრმავოს თქვენთან, რომ ყველა შესაძლო თავის მეტოქეს მოუგოს და ამით ძალიან ამაყი იყოს, რომ ყველას აჯობა. ეს მოიმოქმედებს. მოქმედება აუცილებლად ექნება ამ პიროვნებას ყველანაირ მანიპულაციაზე წავა, ყველანაირად ისე მოგიდგებათ, თუ თქვათ მოგწერათ და თქვენ უპასუხეთ ისე მოგიდგებათ, რომ თქვენი საუბრის ტონი მშვიდად წყნარად შეცვალოს და ახლოს მოვიდეს და დაგამშვიდოთ, თუ პირდაპირ კომუნიკაციაში შეხვალთ, შეისწავლის რა გსიამოვნებთ, რა მოგწონთ და ისე მოიქცევა, როგორც თქვენ გაწყობთ, იმიტომ რომ მას თავისი გეგმები აქვს და თქვენთან ურთიერთობის აღდგენა სურს. თქვენთან თუ ურთიერთობა აღსადგენი არ აქვს და ახლა აგრძელებს ურთიერთობას ან ახალი პიროვნება და ჯერ კიდევ მოხიბლის სტადიაში არის, მას აქვს იმის სურვილი, რომ მჭიდრო ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდეთ ერთმანეთთან, ამ გზის გავლისთვის მზად არის, შეხვედრებით სურს თქვენთან, მაგრამ ჯერჯერობით მისი დაინტერესება უფრო მეტად მოდის იმ კუთხით, რომ ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან სასურველი გარეგნობა გაქვთ და უბრალოდ არ შეუძლია, რომ იმდენად მის გემოვნებაში ჭრებით, რომ არ შეუძლია, რომ ხელიდან გაგიშვათ. აი ძალიან ისეთი ადამიანი ხართ მისთვის, რომ დაგინახათ, შეიძლება რამდენიმე წუთი ესე გიყურათ და უკვე გადაწყვეტა, რომ რადგან არ უნდა დაუჯდეს, თქვენთან უნდა ჰქონდეს მას გვერდით ადგილი. პირველ რიგში მის დაინტერესება მოდის ვნების კუთხით, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ თუ მე ვნება მაქვს ადამიანის მიმართ, მისთვის ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ესე ყოველი მეორე ადამიანი გულში ასე ძალიან მძაფრად არ უვარდება და მისთვის ეს ბევრ რაღაცას ნიშნავს, აი ამ კუთხით გიყურებთ. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მონეტების მეფესთან იგივე მონეტების მეფე არის იგივე მიწისტიქის წარმომადგენელი პიროვნებები, შეგახსენებთ, ესენი არიან თხისრქა, კურო, ქალწული და ვნახოთ ეს პიროვნება თქვენზე რას ფიქრობს. აქ პიროვნება პირველ რიგში ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში თქვენი მოთხოვნები ძალიან მაღალი სტანდარტები გაქვთ ურთიერთობებში, ძალიან დიდი მოთხოვნები გაქვთ პარტნიორის მხრიდან, ბევრს ელით პარტნიორის მხრიდან, ძალიან ბევრი რესურსის ჩადება უწევს თქვენს გამო და ერთულება რაღაც საკითხები თქვენთან. ამჟამად თითქოს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ თავის თავისუფლებას უბოჭავთ და როგორც მზრუნველი დედა მას ისე ექცევით. შეიძლება თქვენ შესთვისება ძალიან მოწონს, რომ ზრუნავთ მასზე და როგორც დედის როლი ისე მოირგეთ მასთან ურთიერთობაში, მაგრამ რაღაც მომენტში გაჯიუტება ახასიათებს ხოლმე და ახლა ისეთ ახასიათზე გაიღვიძა, რომ ფიქრობს, რომ თქვენ ზედმეტად ზრუნავთ, ზედმეტად ბოჭავთ, ზედმეტად მომთხოვნი ხართ, მაღალი სტანდარტები გაქვთ და ცოტათი ისეთ პერიოდში შევიდა, რომ შეიძლება რაღაც სიზარმაცე აქვს, რაღაც საქმე დაავალეთ ან რაღაცას თხოვთ და ცოტა ეზარმაცება, რომ რაღაც თქვენს გამო გააკეთოს. რას გრძნობს?
იმას გრძნობს, რომ თუ თავისი სიზარმაცე არ დაძლია და რაღაც მომენტში ზრდასრულივით ხანდახან მაინც არ მოიქცა, თქვენ არჩევანს სხვაზე გააკეთებთ ან რაღაც არჩევანის წინაშე დადგება. კომფორტის ზონიდან გამოვა, თქვენ მას ულტიმატუმს წაუყენებთ და საფრთხეებს გრძნობს, რომ შეიძლება ურთიერთობაში ის დალაგებული სიტუაციები, რაც ახლა საკმაოდ ისეთი მყარად და სტაბილურად მიედინება, შეიცვალოს და ყველაფერი აირიოს. საფრთხის გრძნობა აქვს. და ახლა ამ ყველაფერზე ფიქრობს რა გააკეთოს. ერთის მხრივ თქვენი ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა, მეორეს მხრივ კიდევ და კიდევ გეუბნებით, რომ თქვენს დასახმარებლად ან რესურსი არ ემეტება, თუ ფულადი დახმარება გსურთ, ან შეიძლება გამომუშავება ცოტათი ეზარებოდეს საქმესთან მიმართებაში. ან შეიძლება თქვენ გქონდეთ ახლა განსხვავებული პრობლემა და ეს პირადად თქვენს მოთხოვნებს უკავშირდებოდეს, ხო? რასაც ახლა სთხოვთ. ან რასაც მისგან მოელით და ამ პიროვნებას ძალიან კარგი ალღო აქვს და ხვდება ყველაფერს, რომ თქვენ მისგან რაღაც ნაბიჯს ელით. რას მოიმოქმედებს? ну, სამომავლოდ გადადებს ამ ყველაფერს, ცოტათი ტაიმაუტს აიღებს, ან დროს აიღებს, რაღაც პატარა დოზები თქვენსკენ ისეთი მოქმედებები ექნება, რამაც შეიძლება დარწმუნებით იცოდეს, რომ რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ, შეიძლება საჩუქარიც გიყიდოთ, ან სადღაც დაგპატიჟოთ, ან რაღაც მცირედი ისეთი ნაბიჯები გადმოდგას, რომ თქვენ ცოტათი ასე ვთქვათ, გაღიზიანება დაგიმშვიდოთ, დაგამშვიდოთ ზოგადად თქვენ და ეს რაღაც პირველი გაღიზიანებული ფონი ჩააცხროს, მაგრამ სამომავლოდ გადადებს რაღაც საკითხებს კიდევ. მაგრამ თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება მას სურს და აქედან გამომდინარე დაიცავს ისეთ ბალანსს, რომ თქვენთან ურთიერთობა არ გაფუჭდეს და რაღაცაში დაგამშვიდებთ. მაგრამ მაინც იცით როგორი პოზიცია აქვს აქ, რომ თვითონ ესეთ პოზიციაში არის და ქალი აკეთებს მის გამო ძალიან ბევრს. თვითონ უფრო პასიურ ენერგიებში არის და ქალბატონი უფრო მეტ შრომობს ნებისმიერი კუთხით, ვიდრე თავად. თვითონ მიჩვეული არის რაღაც კომფორტის ზონაში ყოფნას ამ ეტაპზე. და აი ამ ყველაფრის შეცვლა არ უნდა, არც თქვენი ხელიდან გაშვება არ სურს და ჯერჯერობით მოქმედებაში ექნება პატარა მანიპულაცია, სადაც მოგეფერებათ, დაგამშვიდებთ, მაგრამ თავისი ჩვეული რიტმით გააგრძელებს ყოფნას. მას კარგად გამოსდის თქვენი დამშვიდება. როცა სურს, საერთოდ კონფლიქტში არ აყვებათ, როცა სურს, თვითონ შეუძლია რომ კონფლიქტი გამოიწვიოს. ამჟამად თეთრ დროშას არჩევს, აქედან გამომდინარე კონფლიქტი თქვენ შორის არ იქნება. დაგემშვიდობებით. გადავინაცვლოთ ჩვენ კვერთხების მეფესთან, ეს არის ცეცხლის სტიქია. ლომი ვერძი მშვილდოსანი. განვიხილოთ მისი ფიქრები თქვენი მისამართით. კვერთხების მეფე, აქაც კვერთხების მეფე თვითონ მოიჩქარის თქვენთან. გული გონება მოუწევს თქვენთან, ერთი სული აქვს მოვიდეს, ერთი სული აქვს შეგხვდეთ, ერთი სული აქვს გადალახოს ყველა დაბრკოლება, ფიქრებში მოუსვენრობა აქვს, ფიქრებში ფორიაქი აქვს, ფიქრებში ახლა ერთი რამ სურს მხოლოდ რომ მოვიდეს და გნახოთ, ჩაგეხუტოთ, შეგეხოთ და აბსოლუტურად ყველაფერი სადარდებელი მოიშოროს. თქვენთან ანუ სიჩქარე აქვს რა, ანუ არ მინდა რომ არც ერთი წამი და წუთი გადავდო, მინდა ახლავე ჩავიცვა. დაუჯდე საჭესთან და შენთან წამოვიდე, ხო? ესეთი რაღაც ძალიან მღელვარე ფიქრები აქვს.
თუ აქ კონფლიქტი გაქვთ, ან გაუგებრობა გაქვთ ამ პიროვნებას უფრო მეტად სურს, რომ თქვენთან მოვიდეს და გაარკვიოს ეს ყველაფერი და მოსვენებას უკარგავს ეს ყველაფერი, შინაგანად ძალიან ახელებულია, შინაგანად ძალიან ტოქსიკურ განწყობაზეა, შინაგანად ვერ წყნარდება, კონტროლს ვერ იბრუნებს თავის თავზე, სანამ ემოციურად ყველაფერს ძველებურ კალაპოტში არ ჩააყენებს და თქვენთან ურთიერთობას არ დაათბობს. თუ კონფლიქტი არ გაქვთ, ამ პიროვნებას ძალიან დიდი მონატრება აქვს, სიცარიელეს გრძნობს უთქვენოთ და თქვენთან ყოფნა სურს. რას გრძნობს? აქ ან ძველებურად თქვენი სითბოს დაბრუნება უნდა და ფიქრობს და გრძნობს, რომ მას ისევ-ისეთი მძაფრი შეგრძნებები აქვს თქვენს მიმართ, როგორც ადრე იყო და უნდა რომ თქვენც იგივე გრძნობებით იყოთ მის მიმართ ახლა და ძველებური კარგი ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ და ისევ სითბოთი ავსებდეთ. თუ ცივად მოეკეცით, ეს პიროვნება ნატრობს ძველებურ მიდგომას, ნატრობს რომ ძველებურად გაუღიმოთ და თბილად მიწეროთ. თუ ცივად არ მოეკეცით, ეს პიროვნება რატომღაც ეჭვიანობს თქვენს ყოფილ პარტნიორზე, ან თუ შვილები გყავთ, თქვენი შვილების მამაზე. ფიქრობს, რომ შეიძლება ყურადღება თუ მოადუნა და გამუდმებით სადარაჯოზე არ იდგა თქვენთან, თქვენი მდენად მიმზიდველი ხართ, ან შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენმა ყოფილმა პარტნიორმა ვერ დაგივიწყათ და გრძნობებში გამუდმებით აქვს ეჭვიანობა, რომ შეიძლება იცით როგორ არის, რომ თქვენი ნდობის ფაქტორია აქვს, მაგრამ არ ენდობა ვიღაც მამაკაც, ვინც შეიძლება თქვენს გარშემო ტრიალებდეს ან შვილების გამო, ან რაღაც საქმის გამო. გრძნობებში ამ პიროვნებას თქვენი მისამართით ძალიან მხელვარე, იმპულსური, ემოციური ფონი აქვს. რას მოიმოქმედებს? შეხვედრა. აი აქ თავიდანვე ამოვიდა, რომ ამ პიროვნებას ძალიან სურს თქვენთან შეხვედრა. შეიძლება გაუფრთხილებლად სამსახურშიც მოვიდეს, თქვენთან გაუფრთხილებლად რაღაც იმ შენობაში მოვიდეს, სადაც ხშირად დროს ატარებთ, ან სწავლობთ. წუთი-წუთზე თითქოს შეიძლება გზაშიც არის და მოდის თქვენთან, ან ძალიან მალე შეგხვდებათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ მოქმედებაში რაღაც ვხედავ, რომ ადამიანი არც კი ფიქრობს, რას იცვამს, ეს ხელში რაც მოხდება, სპონტანურად ემზადება და თქვენთან მოიჩქარის, ესეთი ემოციური ფონი აქვს ახლა მას. დაგემშვიდობებით. და განვიხილოთ ჩვენ სტიქია წყალი, მორიელი, თევზები, კირჩხიბი. ვიგებთ პირველ რიგში ამ პიროვნების ფიქრს. რას ფიქრობს თქვენზე? აქ თუ ინტერნეტში ძალიან აქტიურად პოსტავთ სურათებს, აქტიური ხართ, რაღაც მომენტში ან მოგზაურობებს აანონსებთ, ან თქვენს დღის წესრიგს აანონსებთ და ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში ხართ. აქ შეიძლება საყვედურიც კი მიიღოთ, იმიტომ რომ ფიქრობს რაღაცას, რომ ძალიან გააქტიურებული ხართ სხვა პიროვნებების მისამართით, ბევრი მეგობარი შეიძინეთ, რაღაც ბევრი აქტივობები გაქვთ, ძალიან დაკავდით ამ ბოლო დროს და მისთვის საერთოდ დრო არ გრჩებათ და ცოტათი განაწყენებული არის, რომ ყურადღება დააკლდა და ეგოისტურ განწყობაზე არის, ნერვიულობს, განიცდის, არ მოსწონს თქვენი აქტიურობა, თვითონ ცოტა პასიურ ენერგიებში არის, ან სახლის მოყვარული პიროვნება, სახში ყოფნის მოყვარული პიროვნება არის და უნდა რომ თქვენს რატომღაც აი ესეთ ცოტა პასიურ ენერგიებში გადაგიყვანოთ. ეჭვიანობა, აქაც ეჭვიანობა შეიძლება ჩავთვალოთ, უფრო ეგოისტური გამოვლინება, რომ ყველას აქცევ ყურადღებას ამ ბოლო დროს, ჩემს გარდა რა ხდება შენს თავს, საყვედურებზე არის გადასული ფიქრებში. რას გრძნობს?
რომ თქვენ დამოუკიდებლად ძალიან განვითარდით და სულ სხვანაირი ადამიანი ხართ, შეიძლება იმიჯი შეიცვალეთ, შეიძლება რაღაც სამსახური შეიცვალეთ, შეიძლება მიმართულებები შეიცვალეთ, ძალიან ესეთი სხვანაირი პიროვნება გახდით, მის გარეშეც სავსე ხართ, მის გარეშეც ძალიან თავისუფალი ხართ, მის გარეშეც ძალიან კარგად გრძნობთ თავს, შეიძლება მის მიმართ მიჯაჭვულობა მოიშორეთ და გათავისუფლდით და ლახად გიყურებთ, რომ ისეთი დამოკიდებული აღარ ხართ მის ემოციებზე და ფიქრობთ, რომ თქვენ ანუ თქვენს ურთიერთობაში უკვე თითქოს მისი მოვალეობა, როლი თუ სტატუსი დაკარგა და ისეთი ზეგავლენა თუ ისეთი მნიშვნელობა აღარ აქვს თქვენს მიმართ. რაღაც სტატუსი შეიძლება დაკარგა თქვენს მიმართებაში, ან ამაზე ძალიან ხელავს, რომ ესე არ მოხდეს, რომ ისეთი ძლიერი არ გახდეთ, რომ მისი გვერდში ყოფნა საჭიროდ აღარ ჩათვალოთ. გრძნობებში ამ პიროვნებას თქვენს მიმართ გრძნობა აქვს და აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თასების დედოფალი და 10-იანი თასი ერთად ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ ისეთი ძლიერი გრძნობა აქვს, რომ თქვენთან ან ოჯახის შექმნა უნდა, ან ოჯახის დაბრუნება უნდა, ან უფრო ღრმა ემოციური კავშირი უნდა, უფრო ისეთი რაც უფრო მას ხელიდან ეცლებით თუ მის გარეშე საქმეებს აკეთებთ, უფრო მეტად მონატრება და შეგრძნებები გაუორმაგ და უფრო მეტად მიხვდა, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის. ემოციური ფონი ძალიან მაღალი აქვს, გრძნობებიც აქვს, მაგრამ თავის თავს გლოვობს ახლა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ არის და ისეთი, ასე ვთქვათ, მუდმივად რომ მისი გვერდში დგომა გჭირდებოდათ, ახლა დამოუკიდებლად ბევრ რაღაცას აკეთებთ. რას მოიმოქმედებს? დაიბრუნოს უნდა ისევ ძველებური დამოკიდებულება. ამ პიროვნებას სურს, რომ თქვენ მასზე იყოთ დამოკიდებული, პირველი თქვენს ცხოვრებაში რაც მოხდება, მას გაუზიაროთ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, მის გარშემო ბრუნავდეს და ტრიალებდეს, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ მოქმედებაში ეს პიროვნება სერიოზულად არის უკვე იმ განწყობაზე, რომ შემოგთავაზოთ სერიოზული ურთიერთობა. წყულში შესვლა არის, თანაც ხანგრძლივი პერსპექტივით და მას სურს, რომ სტატუსიანი პარტნიორი გახდეს. აქ შეიძლება იყოს გასაჯაროებული ურთიერთობა, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს უკვე ოჯახის შექმნა. აქ პიროვნება მოქმედებაში ნათლად არის დაინტერესებული, რომ დაგანახოთ, რომ მე შენზე სერიოზულად ვფიქრობ და შენთან უკვე სერიოზული ნაბიჯებისთვის მზად ვარ. ამ პიროვნებას არ უნდა, რომ ვინმეს დაუთმოს თქვენი თავი და არც ის უნდა, რომ ძალიან ისეთი აქტიური ადამიანი იყოთ და მის გარეშე ბევრ რამეს აკეთებდეთ. შეიძლება გითხრათ, რომ მოდი თუ რამე დაგჭირდა, ისევ მე მითხარი, ისევ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, ისევ წყულში ვიყოთ, ისევ ესე ერთად შეთანხმებით ვიმუშაოთ, ან შეთანხმებით გადავდგათ ნაბიჯები, აი ამ ყველაფერზე ძალიან ისე სერიოზულად დაგელაპარაკებათ და სერიოზულ მინიშნებებსაც მოგცემთ, რომ თქვენთან სერიოზულ კავშირს განიხილავს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას, მომავალ შეხვედრამდე.